არის ძველი ნამუშევარი ჩემი 87-ში შესრულებული ძველი პერიოდი მარჯანიშვილის თეატრის პერიოდი. ნუ მე-10 საათული მარჯანიშვილი. ჩემთვის რაღაც ეტაპურია და ამიტომ ეს ერთი დამჩენი პერიოდიდან. 1986 წელს შესრულებული ნამუშევარი სათაური თევა ოლეგ ტიმჩენკოს ახალი ნამუშევრების კონცეფციას კრავს. ევა მის შემოქმედებაში მნიშვნელოვან პერიოდს უკავშირდება. აბსტრაქტულად კი არის დახატული, ეს არც ხე არ არის, არც აბსტრაქცია არ არის ბოლომდე. ეგარი ქალის გენიტალია დახატული, საიდანაც იბადება ყველაფერი. ნუ რაც ევა, მამას არის ორი სათაური, ევა და დაბადება. იმიტომ რომ საიდანაც საერთოდ წარმოიშვა ყველაფერი, ხო, კაცობრიობა და ასე შემდეგ. ეს არის იმის სიმბოლო, რა, საიდანაც ეს ორი კავშირი, ორი სხვადასხვა სუბსტანცია, ესე ვთქვათ, ქალი, კაცი და ორი საპირისპირო, ესე იგი, პოლუსი, ესე ვთქვათ, ერთმანეთთან რო არიან შერწყმაში და ეგ არის ამის აქედან დაიწყო ყველაფერი. მხატვარი ევას როგორც საწყისისა და დაბადების, ერთგულებისა და მხარდაჭერის სიმბოლოს წარმოაჩენს. სწორედ მარადიული თემებია მისი ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრების მთავარი თემაც, ემოციურად დატვირთული, თითქოს განყენებული მდგომარეობები, სადაც მხატვარი ურთიერთობებს რომანტიკულ სიმბოლისტური მეთოდით წარმოგვიდგენს. კაცი და ქალის თემა, ძირითადად, ეს მუდმივი თემაა, რაც ახალი არ ძველი ეს ყოველთვის იქნება. ხო და მინდა და აი ესეთი რო ყოფილიყო შერწყმა ორი რაღაც საპირისპირო ესე ვთქვათ ადამიანების საპირისპირო არსებები არიან საერთოდ ხო ხო და ამის შერწყმა ძალიან რთულია ხოლმე როცა ეს ერთად არის ეგ არის ბედნიერება ალბათ როცა ემთხვევა ერთმანეთს ნუ აქ არის ალბათ ეს ბედნიერების სევდის რაღაც განცდების რაღაც ნიშნები იმიტომ რომ მარტო ბედნიერება არ აკავშირებს ადამიანებს, ბევრი რაღაცა აკავშირებს ხო ადამიანებს. თუ გინდა სიყვარულში, თუ გინდა გაშორებაში და ასე შემდეგ, ეს ხო ეგ არის ურთიერთობა და აი ამის გადმოცემა მინდოდა. პერსონაჟების ემოციების გადმოსაცემად მან შეზღუდული ფერთა პალიტრა, გრაფიკული ფიგურები და მეტყველი სახეები გამოიყენა. სახეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ მე ბევრჯერ შემიცვლია პროცესში, აი თავის მოძრაობა, სახის მოძრაობა, იმიტომ რომ უკვე კომპოზიციას რაც დაჭირდა, სურათს, ფიგურას, ემოციას ზოგი ნახატი თვითონ გაკეთებინებს რაც მაგას უნდა შენ მიყვები უბრალოდ და აქ უფრო ეგეთი მიდგომა იყო ვიდრე დაუშვებ მე ზუსტად ვიცი რაც გავაკეთებ და ამას ვასრულებ აქ იყო ცოტა სხვანაირი უფრო რთული პროცესი იყო მაგრამ სწრაფი და ემოციური ოლეგ ტიმჩენკოს შემოქმედებით სამყაროში სიყვარული ერთდროულად სინათლე და სევდაა მყიფე ბალანსი სადაც ორი არსება ეძებს ჰარმონიას და სწორედ ამ ძიებაში იბადება ნამდვილი ხელოვნება გამოფენა სადაურით ევა, რომელიც მხატვრის 15-მდე ტილოს აერთიანებს, დამთვალიერებელს დედიკას გალერეაში ელოდება.